მოგესალმებით, რონდელის ფონდში დღეს ძალიან საინტერესო თემაზე და ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავს ანდრო გოცირიძე, კიბერუსაფრთხოების ექსპერტი, სპეციალისტი და ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ადამიანი ამ სფეროში, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა თანამედროვე მსოფლიოსთვის და დემოკრატიული თანამეგობრობისთვის განსაკუთრებით. საქართველოს გარკვეული ნაბიჯები გადადგა მიმართულებით, სულ ცოტა ხნის წინ მიღებულ იქნა ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. აი სწორედ ამ თემაზე რიგით მესამე არის ეს გეგმა და სტრატეგია და ამ სტრატეგიასა და სხვა მნიშვნელოვან პრობლემებზე, რომელიც არის დაკავშირებული კიბერუსაფრთხოებასთან, გვექნება დღეს ძალიან საინტერესო ინტერვიუ ბატონ ანდროსთან. მოგესალმები ანდრო. მოგესალმებით. პირველ რიგში მაინტერესებს რას წარმოადგენს ეს დოკუმენტი, რამდენად მნიშვნელოვანია ის დღევანდელ რეალობაში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე და რამდენად ასახავს სრულფასოვნად ეს დოკუმენტი რეაგირებას სახელმწიფოს მხრიდან კიბერგამოწვევებს. დიდი მადლობა მოპატიჟებისთვის, მოგესალმებით. მართლაც ძალიან აქტუალური თემაა და ბოლოს და ბოლოს საქართველოს მიიღო მესამე თაობის, მესამე რედაქციით კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს წლებში, 21-24 წლებში საქართველოს ეკრება მწყობრად განვითარების გარკვეული გეგმა და გარკვეული ის მისწრაფებები, რაც ხელშეგვიწყობს ევროინტეგრაციასთან, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან და ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობაშიც. პრობლემა გახლდათ ის, რომ სტრატეგიის ბოლო რედაქცია სვადა 2018 წელს გაუვიდა და ეს რამდენიმე წელი პრინციპში ქვეყანა სტრატეგიის გარეშე მოქმედებდა გარკვეული ვთქვათ ბიუროკრატიული შეფერხებების გამო. თავად სტრატეგიის ამ რედაქციაზე უნდა ითქვას, რომ ბრიტანელების ჩართულობით, როგორც აკადემიური წრეების, ასევე ცხადია საელჩოს კოორდინაციით სამთავრობო წრეების ჩართულობითაც სტრატეგია ძალიან კარგ დოკუმენტად ჩამოყალიბდა. გასაგებია, რომ ვერ იქნება ყოვლის მომცველი და ბუნებრივია ჩვენ კი არა ზე განვითარებული ქვეყნებით, სუპერსახელმწიფოებიც სწავლობენ კიბერუსაფრთხოებას და კონკრეტულად რუსეთის წინააღმდეგ აი ამ ადეკვატურ ქმედებებს, თუმცა ეს სტრატეგია მაინც პოზიტიურ ნაბიჯად უნდა განვიხილოთ, იმიტომ რომ განსხვავებით წინა სტრატეგიებიდან, რომლებიც თავის დროს პასუხობდნენ, მაგრამ დღეისათვის უკვე მოძველებულნი არიან, დღევანდელი სტრატეგია კონკრეტულ ნაბიჯებს ითვალისწინებს უკვე, თუნდაც თითოეული მიმართულებაზე, რომელიც კიბერუსაფრთხოების მნიშვნელოვან თემებად ითვლება, იქნება ეს ადამიანური ფაქტორის ადამიანური შეცდომები, იქნება ვთქვათ იგივე აქამდე აუსახველი მიწოდების ჯაჭვის საფრთხეები, რაც იგივე რუსულ პროგრამულ უზრუნველყოფას, რუსულ კიბერუსაფრთხოების ტექნოლოგიებისგან მომდინარე საფრთხეს ეხება და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების ზრდის კუთხით აი ამ ახალი სტრატეგიის თემატიკა. რამდენად დიდია, ანდრო, ეს საფრთხე ჩვენი ქვეყნის წინაშე, ცხადია პირველ რიგში რუსეთის მხრიდან მომდინარე. მე ესეთი განცდა მაქვს გულწრფელად რომ გითხრა, რომ საზოგადოებას მაინც რადგან უხილავია ეს საფრთხე, არ აქვს ბოლომდე აღქმული ეს საფრთხე. ჩვენ ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი ვიყავით კიბერშეტევის რუსეთის მხრიდან 2008 წელს ომის დროს განხორციელდა ჩვენზე კიბერთავდასხმა და მას მერეც პერიოდულად გარკვეული პერიოდიკით სხვადასხვა ინსტიტუტებზე, სხვადასხვა უწყებებზე და ორგანოებზე ხორციელდება კიბერთავდასხმა. ცოტა ხნის წინაც იყო გასულ წელს თუ არ ვცდებით. რამდენად რეალურია ეს საფრთხე, რომ გაიგოს ჩვენმა მსმენელმა და მაყურებელმა? ბუნებრივია, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე, რადგან რუსეთი მიხვდა, რომ მხოლოდ ტანკებით და სარაკეტო შეიარაღებით საკუთარ მოსახლეობაში შეიძლება პრობლემები შეექმნას და ამიტომ გადავიდა ამ ჰიბრიდულ აქტივობებზე, ყბადაღებულ ჰიბრიდულ აქტივობებზე. თუმცა ეს ჰიბრიდული აქტივობები, რადგან მათი დიდი ნაწილი ვირტუალურ სივრცეში და აი კონკრეტული სისხლის გარეშე ტარდება, ცხადია მოსახლეობაში უფრო ნაკლებად აღქმადია და ამიტომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოსტულატი კიბერუსაფრთხოებისა ზოგადად გახლავთ ცნობიერების ამაღლება, რაც არ ეხება უბრალო მოქალაქეებს მხოლოდ, არამედ ყველაზე მაღალ ლეველზეც, ყველაზე მაღალ ტოპ მენეჯმენტშიც კი საჭიროა სწორად იყოს აღქმული ის საფრთხეები, ის რისკები. სხვას რაც უნდა მივაწეროთ, მაგალითად ისეთი ქმედებები, როდესაც წინა სტრატეგიაში პირდაპირ აღნიშნავდით, რომ რუსეთი
ერთი არის ჩვენი ძალიან აქტიური მტერი და სახიფათო მტერი კიბერსივრცეში და სახელმწიფო უწყებების დიდი ნაწილი მაინც თქვათ რამბლერით, მაილით ან თქვათ კასპერსკის პროდუქტით სარგებლობს. ეს უბრალოდ ცოდნის ნაკლებობაა და აუცილებელია, რასაც ჩვენი საზღვარგარეთელი პარტნიორებიც უსვამენ ხაზს. რაც შეეხება საფრთხის რეალობას, თქვენ წარმოიდგინეთ ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტის აი ამგვარ კრიტიკული შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი თემაც ბაიდენი-პუტინის სამიტი მაქვს, თუ მთავარი არა, იყო კიბერუსაფრთხოება და ცხადია თუ ეს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არის პრობლემა და ეს რომ ასეა ეკონომიკური პარამეტრებიც გვიჩვენებენ, თავდასხმის ეკონომიური ეფექტი, როგორი საფრთხე შეიძლება ეს იყოს საქართველოსთვის მისი მცირედ დაცულობის და თუნდაც რუსეთის მისდამი დაინტერესების პირობებში. შემთხვევითი არ არის რომ 2008 წლის შემდგომ ხო კიბერსაფრთხეებს ერთი რეალობა ახასიათებთ, რომ აუცილებელი არ არის კიბერთავდამსხმელი შენთან გახსნილი კონფლიქტის მდგომარეობაში იყოს, მით უმეტეს რუსეთს ესეც არ აკლია საქართველოსთან მიმდინარე ომის პირობებში, თუმცა მშვიდობიან დროსაც საქართველოს კიბერსივრცეში მე ვფიქრობ არ ყოფილა ერთი წუთიც კი და ერთი წელიც კი რომ რუსეთის მხრიდან აქტიური ან კიბერშპიონაჟი ან თქვათ იგივე კიბერშეტევა არ განხორციელებულიყო. უკანასკნელი მათგანი მაგალითად 2019-20 წლებში საქართველოს განხორციელებული კიბერშეტევა მთელი მსოფლიოს დასავლური ქვეყნების განხილვის საგნად, მსჯელობის საგნად მათ მიერ ატრიბუცია განხორციელდა და შესწავლის დიახ და რასაკვირველია პასუხისგებლობა პირდაპირ დააკისრეს რუსეთს და არა რუსეთის რომელიმე კრიმინალურ აქტორს, რომელსაც ასევე აქტიურად იყენებს კრემლი, არამედ პირდაპირ სადაზვერვოს ამსახურებს ბრიტანელებმა, ამერიკელებმა, ავსტრალიამ, ახალმა ზელანდიამაც კი და აღარ ვამბობ ნატოს წევრ სხვა ქვეყნებზე პირდაპირ დაასახელეს, რომ ეს იყო SVR-ის საგარეო დაზვერვის რუსული სამსახური. ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტების სამიტი ახსენე. იქ თუ სწორად მახსოვს ეს ციფრი 16 სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ობიექტის სია გადაცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, რომ აი ამ ობიექტებზე განხორციელდა თავდასხმა და ამაზე თავდასხმის ხელახლა განხორციელების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც იქნება ძალიან სერიოზული და მკაცრი რეაგირება. ამერიკის შეერთებულ შტატებს ისევე როგორც ნატოს სხვა წევრებს იმ გადაწყვეტილებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ძალიან სერიოზულად აქვთ გათვითცნობიერებული თუ არ ვწდები ერთ-ერთ განზომილებად დაემატა კიბერ სივრცე ნატოს ცნობილი უსაფრთხოების განზომილებებში. როგორ შეიცვალა საერთოდ დამოკიდებულება აი ამ კიბერ საფრთხის მიმართ და რამდენად ნიშნულოვან და სერიოზულ ნაბიჯებს გავს საერთაშორისო თანამეგობრობა. ბუნებრივია, გამოვიდეთ საფრთხის აქტორიდან, ხო? ამ შემთხვევაში რუსეთმა ერთიორად აამაღლა საკუთარი კიბერპოტენციალი და არა მხოლოდ ტექნიკური ეფექტის მქონე კიბერშეტევებში, არამედ ფსიქოლოგიური ეფექტის არჩევნებში ჩარევით, დემოკრატიაზე თავდასხმით, ეს უკვე რუსეთის საყვარელი თემა გახდა და საფრთხეს არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა ან ახალ წარმოქმნილ თქვათ სახელმწიფოებს უქმნის, არამედ დასავლეთ ევროპული ქვეყნებისთვის, თავად ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც ეს საფრთხე მნიშვნელოვნად იქნა აღიარებული. პრობლემა ნატოსთვისაც და ამერიკელი პარტნიორებისთვისაც გახლდათ ის, რომ კიბერსივრცეში ადვილი არ არის ატრიბუცია. ის, რომ ჩვენი ტერიტორიიდან კონკრეტულად რუსეთიდან თავს გვესხმიან, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ამის უკან კრემლი იდგა. ჩვენ კი ვიცით, რომ ეს კრემლის მიერ იყო სპონსორირებული, ინსპირირებული, მოგნებავთ იგივე ტროლების ფაბრიკა პეტერბურგში მდებარეობს და წარმოუდგენელია პეტერბურგის მთელი KGB კრემლშია და თუ პეტერბურგში არ იციან, რომ ასეთი კრიმინალური დაჯგუფება არსებობს. პუტინის ყოფილი შეფს თავისთავად ცხადია პრიგოჟინის და ძალიან ცნობილი მომენტი, მაგრამ აქამდე მსოფლიოს ვერ ქონდა შესაბამისი ალგორითმი. ნატო ამბობდა, რომ მაგალითად კიბერშეტევა, რომელიც გამოიწვევდა მსხვერპლს ან მნიშვნელოვან ზარალს, აღქმული იქნებოდა თავდასხმის აქტად და მოყვებოდა შესაბამისი რეაგირება, არა მხოლოდ კიბერსივრცეში, არამედ კონვენციური მოქმედებებით შეიძლება მოყოლოდა, თუმცა ეს ყველაფერი ირჩეოდა case by case სიტუაციაში, იმიტომ რომ ძალიან ძნელია კიბერშეტევის შემთხვევაში დაადგინო კონკრეტულად კიბერშეტევის შედეგად განხორციელ მოხდა ეს მსხვერპლი ან რამდენია ზარალის ზღვარი, ხო? მეორე მხრივ თუ დააწესებდნენ ზარალის ზღვარს, მაშინ პუტინი ყოველთვის აი ამ ნაცრისფერ ზონაში იმოქმედებდა კრემლი და ეცდებოდა აი ამ ზღვარ
ხარს დაბლა მიეყენებინა ზარალი. ეხლანდელმა ნატოს კომუნიკემ, თქვათ ბრიუსელის სამიტის კომუნიკემ უკვე სიცხადე შეიტანა ამ ყველაფერში, მათ განაცხადეს, რომ არა ერთეული კიბერშეტევა, არამედ კუმულირებული კიბერშეტევები, შეკრებილი ეფექტი მრავალი კიბერშეტევისა განხილული იქნება საომარ აქტად და შესაძლებელია ბევრი მცირე კიბერშეტევის შემთხვევაშიც კი განხორციელდეს მეხუთე მუხლის ამოქმედება, თუმცა ნატო კონსენსუსის მომხრე ქვეყანაა, კონსენსუსზე დაფუძნებული და ორგანიზაციაა და ბუნებრივია 30 ქვეყნის კონსენსუსი ამ მხრივ ძალიან რთული იქნება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ კონტექსტში და ჩვენთვის ეს მეტად საინტერესოა, ახალი მიდგომა და ახალი პოლიტიკა გააჟღერა აი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. პუტინ-ბაიდენის სამიტზე ბაიდენის მხრიდან გადაცემული იქნა 16 კრიტიკული დარგი, კრიტიკული ინფრასტრუქტურის 16 დარგი, რომელიც ფაქტიურად მთელ ეკონომიკას და პოლიტიკას მოიცავს, იმიტომ რომ ეს დარგებია ენერგეტიკა, საფინანსო სექტორი, სახელმწიფო ქსელები, კაშხლები, არ ვიცი, ნებისმიერი დარგი, სამედიცინო სფერო და ამ შემდეგ და ფარმაცევტული აბსოლუტურად ყველაფერი და ბაიდენის მხრიდან პირდაპირ გაჟღერდა ამერიკული პოზიცია, რომ იმ შემთხვევაში კი თუ ამ ობიექტებზე თავდასხმა განხორციელდებოდა რუსეთში ბაზირებული კრიმინალური აქტორების მხრიდან, მაშინაც კი ამერიკის შეერთებული შტატები არა საპასუხო შეტევით, არა ამ კრიმინალურ აქტორებს ჩაახშობდა, არამედ რუსეთის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანდა შეტევას, რაც რა თქმა უნდა ვფიქრობთ, რომ სერიოზული შემაკავებელი უნდა იყოს და ამასთანავე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარ კიბერსავარჯიშოში, რომელშიც კონტრშეტევის მეთოდებიც იხვეწება, მათ შორის მიიწვია ისეთი ქვეყნები, რომელიც გახლავთ ესტონეთი, როგორც გახლავთ ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ეს ქვეყნები ჩვენდამი მეტად პოზიტიური და ძალიან ისეთი მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩევიან და ვფიქრობ, რომ აი ამ პასუხისგებლობის მქონე ქვეყნების საქციელში კიბერსივრცეში, რომელსაც ლობირებს ამერიკის შეერთებული შტატები, საქართველოს რაღაცნაირად უნდა ეწეროს პოლიტიკურ კონტექსტში. ეს იყო ჩემი შემდეგი შეკითხვა, ძალიან საინტერესო. ჩვენ გვისაუბრია შესაძლო კიბერნატოს ახალი ფორმატის ჩამოყალიბების თაობაზე. ჩვენ ახლა ვადევნებთ თვალყურს სხვადასხვა რეგიონების მიმართულებით კონკრეტული ახალი სამხედრო პოლიტიკური ჯგუფები და დაჯგუფებები იქმნება. რამდენად შესაძლებელია რომ აი ესეთი პლატფორმა, მოდი ესე დავარქვათ, ასეთი გაერთიანება შეიქმნას, რომელშიც იქნებიან ნატოს არაწევრი ქვეყნები, მაგალითად ავსტრალია, ახალი ზელანდია, შესაძლოა იყოს იაპონიაც და აქ რამდენად შესაძლებელი არის საქართველოს აქტიური ჩართვა და აქტიური თანამშრომლობა. ბუნებრივია ამის დრო ალბათ დადგება და ჩვენთვის როგორც მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის რაც მალე დადგება მით უკეთესი, იმიტომ რომ ამის ტენდენცია არსებობს განსაკუთრებით აი ამ კონფლიქტის კიბერსივრცეში გადატანამ ეს განაპირობა, იმიტომ რომ კიბერს არ აქვს ასეთი განსაზღვრული საზღვრები, არ ემთხვევა სახელმწიფო საზღვრებს და მით უმეტეს ვერ დაემთხვევა საერთაშორისო ორგანიზაციების საზღვრებს და მით უმეტეს ეს ის შემთხვევაა, როდესაც რუსეთი ძალიან აქტიურად იყენებს ნატოს კონსენსუსზე დაფუძნებულობას. რუსეთში მოგეხსენებათ ავტორიტარული რეჟიმია, გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღება და თავად კიბერშეტევები საიდანაც იღებს სათავეს ნატოს წევრ ესტონეთზე კიბერშეტევა 2007 წელს რუსეთმა სწორედ იმიტომაც გაბედა, რომ იცოდა ამას ვერ მოყვებოდა ნატოს მხრიდან პასუხი, თორე სხვა ყველას მინიმუმ დემარში მაინც მოყვებოდა თუ ვთქვათ უფრო მძიმე შედეგები არა, თუმცა კიბერსივრცე შეუსწავლელი და უსაზღვრო ცნება იყო იმ პერიოდისთვის და აი ამ დაგვარი პრობლემა. საქართველოს ბუნებრივია აქტიური ნაბიჯები უნდა გადადგას, იმიტომ რომ ის ქვეყნები, რომლებიც ფლაგმანები არიან კიბერ უსაფრთხოებაში, ჩვენდამი ძალიან მეგობრული განწყობებით გამოირჩევიან. ეხლა ფასდაუდებელია წვლილი ამერიკის შეერთებულ შტატებზე აღარ მაქვს საუბარი, იგივე ესტონეთის, ლიეტუვასი, რომლებმაც პირდაპირ ნატოს კიბერსავარჯიშოებში თავისი მენტორობის ქვეშ შეგვიყვანეს და ჩვენ როგორც არაწევრი ქვეყანა 2014 წლიდან სხვადასხვა დოზით პირდაპირ რეალურ კიბერსავარჯიშოებში მონაწილეობთ. ბუნებრივია დიპლომატიური არხების გააქტიურება და დიპლომატიური თქვათ ძალისხმევის გაწევა ამ კუთხით, თუნდაც არსებობს 28-მდე სახელმწიფოს განცხადება, რომ თუკი რომელიმე ქვეყანა და ბუნებრივია აქ გულისხმობთ რუსეთს არ იმოქმედებს შესაბამისი პასუხისგებლობის მქონე ქვეყნების პრინციპებით, მაშინ მასზე ეს 28-ვე ქვეყანა განახორციელებს საპასუხო კონძომებს. ცხადია, საქართველოს ამ მიმართულებას უნდა შეუერთდეს და მას აქვს შანსი, რომ როგორც მცირე ქვეყანამ შესაბამისი ინფრასტრუქტურა შექმნას აი ამ აქტიური კიბერთავდაცვისთვის. და ბოლოს შეკითხვა მექნება, სტრატეგიები ბევრი გვინახავს, სტრატეგიები და სამოქმედო გეგმა
ლამაზად წერია, კარგად არის გაწერილი, ჩამოყალიბებული. ერთი მნიშვნელოვანი მომენტიც არის, სხვათა შორის, მე რასაც შევავლე თვალი, საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობაზეც დაფუძნებული ელემენტებიც არის აქ შეტანილი. რამდენად არის დღეს საქართველოს კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯების გადათქმისთვის მზად, რამდენად პასუხისგებლიანად ეკიდება ამ მიმართულებას და რამდენად გათვითცნობიერებული აქვს ეს კერძო სექტორსაც, ასევე აი ამ სფეროში, ამ გამოწვევასთან საჯარო კერძო სექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობა. გასაკვირიც იქნებოდა ეს შეკითხვა რომ არ დაგესვათ, იმიტომ რომ მართლაც ეს არის ძირითადი, ხო, ფაქტორი ამ ყველაფერში. პირველი ის რომ კი ბატონო სტრატეგია იწერება და თუ ჩვენ ამას ვაკეთებთ უბრალოდ იმისთვის რომ ვიღაცამ დაინახოს რომ სტრატეგია გვაქვს, ეს არ იქნება შედეგის მომტანი. თავისთავად ცხადია, სტრატეგია სჭირდება განხორციელება და ყველა მთავრობის დონეზეც და ბიზნესის დონეზეც უნდა გააცნობიეროს რომ ეს სტრატეგია არის ჩვენთვის, ეს არის კომპასი, რომლის მიხედვითაც შემდგომ საკანონმდებლო ბაზა უნდა შემუშავდეს. რაც შეეხება აი ამ საჯარო კერძო თანამშრომლობას, ცხადია ყველგან, ყველა სფეროში და კიბერუსაფრთხოებაში განსაკუთრებით ეს არის საცოცხლო მნიშვნელოვანი. კრიტიკული ინფრასტრუქტურის დარგები, რომელიც თქვენ ბრძანეთ და რომელიც თქვენ ახსენეთ, მოგეხსენებათ, რომ ძირითადად ბიზნესშია, დემოკრატიულ საზოგადოებაში ვერ იქნება საბანკო სექტორი, სახელმწიფოს ქვეშ ინტერნეტ პროვაიდერები, სახელმწიფოს ქვეშ და ასე შემდეგ. უტრირებულად რომ ავიღოთ, კრიზისულ ვითარებაში სახელმწიფოს თავისთავად დასაცავი არაფერი არ აქვს. დასაცავია ეს კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომლის არასწორი და გაუმართავი მუშაობა ან კოლაფსით სახელმწიფოს გამოუსწორებელ შედეგებს იწვევს და თითოეულ მოქალაქეზე აისახება. ამიტომ ეს თანამშრომლობა სავალდებულოა, აუცილებელია. აქ ერთადერთი რაც საქართველოს როგორც ახალ დემოკრატიას შლეიფად, ცუდ შლეიფად გასდევს, გახლავთ ის, რომ ჩვენ სპეცსამსახურებზე და ჩვენს აი ამ ძალოვან სტრუქტურებზე არადემოკრატიულობის აღქმა, არადემოკრატიულობის განცდა ხშირად ბიზნეს შესაბამის შეშფოთებას უქმნის ხოლმე, ხომ არ იქნება ეს ჩემს აქტივებში ჩარევა და ხშირად არც თუ უსაფუძვლოდ. ვინაიდან თუ სპეცსამსახურს არ მოეხსნა ეს რაღაც დაბურულობის ფარდა, ხო, როგორც საბჭოთა წლებში იყო, მაშინ თავისთავად ცხადია, ასეთი ურთიერთობა მხოლოდ ნდობაზეა დამყურებული და რა თქმა უნდა, ეს ვარაუდი არ არის რაღაც ესეთი შიში, თქვათ, პარანოია, ეს ვარაუდი ჩვენ გუშინ წინ და დღევანდელი ცხოვრებისგან გამომდინარეობს, ამიტომ ბიზნესისთვის სრულად ბიზნესის მხრიდან სრულად გასაგებია ამაზე, თქვათ, ესეთი შეშფოთებები, ესეთი მცირე რაღაც პრობლემები, მაგრამ ესეც არის ცნობიერების და პასუხისმგებლობის მქონე ქცევა სახელმწიფოს მხრიდანაც. არამც და არამც აი ეს კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა არ უნდა იყოს გამოყენებული ფარული მიყურადებისთვის და სპეცსამსახურის სხვა თუნდაც ლეგიტიმური ღონისძიებების და ფუნქციების აღსასრულებლად. ეს სხვა თემაა და კიბერუსაფრთხოებაში აუცილებელია ინფორმაციის გაზიარება, აუცილებელია გარკვეულწილად ღიაობა, იქ არ გულისხმობ დახურული ოპერაციების ღიაობას, მაგრამ აი ეს ძირითადი პოსტულატები ყოველთვის ინფორმაციის გაზიარებას და პარტნიორობას ეფუძნება, მათ შორის ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებაში. ძალიან მნიშვნელოვანია ნამდვილად, რომ ეს აღქმა იყოს სრულფასოვანი, რამდენად სერიოზულია ეს გამოწვევა. ეს თანამშრომლობა მართლაც კერძო და საჯარო სექტორის, სახელმწიფოს და კერძო სექტორის არის მნიშვნელოვანწილად დაფუძნებული ურთიერთმდობაზე. რეალურად თუ ეს ნდობა არ იქნება გამტკიცებული, სინამდვილეში შესაძლოა კერძო სექტორმა დამოუკიდებლად იმოქმედოს, მიიღოს ზომები, რაც შეიძლება იმდენად ეფექტური არ გამოდგეს. ეს თემა იქნება წლების მანძილზე კიბერ თავდასხმა, კიბერუსაფრთხოება ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება უფრო აქტუალურიც ვიდრე კონვენციური შეიარაღებით კონფლიქტები და დაპირისპირება და შესაბამისად ჩვენც მივადევნებთ თვალყურს, რომ არ ჩამორჩეთ ამ მოვლენების განვითარებას. თქვენც იყოთ საქმის კურსში, დიდი მადლობა მინდა. თქვენ მადლობა. გადავხადო მართლაც გულწრფელად ვამბობ, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პროფესიონალს ამ დარგში, ანდრო გოცირიძეს და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც გვექნება ეს შესაძლებლობა, რომ კიდევ სიახლეებზე ვესაუბროთ. მადლობთ. დიდი მადლობა.